გამარჯობა, აჭარა თაიმსი გიერთდებათ კიდევ ერთხელ. ამჯერად ვიმყოფებით აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიეცით წამალი ბავშვებს. ასეთი არის საპროტესტო აქციის სახელწოდება და ეს არის სოლიდარობის აქცია. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე მოზარდებს ეხება, როგორც ცნობილი არის საზოგადოებისთვის, უკვე მერამდენე დღეა, რაც საქართველოს კანცელარიის შენობასთან მიმდინარეობს მშობლების საპროტესტო აქცია, სადაც ისინი ითხოვენ, რომ ქართულმა ოცნებამ ამ მოზარდებს შეუძინოს აუცილებელი მედიკამენტები, რაც მათთვის არის საჭირო. აქ შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ამ მშობლებს და ნახოთ მათ რა აქვთ სათქმელი, ჩვენ მოვისმენთ მათ სათქმელს და უკეთ გავიგებთ მათი მოთხოვნების შესახებ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით დღევანდელი სოლიდარობის აქციის სათქმელი რა არის თქვენი და რას ფიქრობთ? რამდენად საფუძვლიანი არის ის მოთხოვნა, რასაც მშობლები უკვე მერამდენე დღეა დღისა და ღამის განმავლობაში ითხოვენ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. გამარჯობა, აბსოლუტურად საფუძვლიანია. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ნებისმიერ მშობელს უნდა თავისი შვილის მდგომარეობის გაუმჯობესება, თუნდაც ეს ოდნავ იყოს შესაძლებელი და ჩვენ გვაქვს დადასტურებული ფაქტები იმის შესახებ, რომ ეს პრეპარატები არის გამოცდილი, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, რომელსაც ეს მშობლები ითხოვენ, უკვე არის დარეგისტრირებული როგორც ოფიციალური პრეპარატები, რომლებიც ბუნებრივია რომ ბოლომდე არ განკურნავს ამ დაავადებას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი ამ პაციენტების დამოუკიდებლობის გახანგრძლივებას, მათ მიერ თავიანთი სურვილების და თავიანთი ცხოვრების დამოუკიდებლად დაგეგმვას და ამ შესაძლებლობის ზრდას და გაუარესებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს მდგომარეობის, ეს არის რაც ვიცით ჩვენ ამ მედიკამენტებზე და ბუნებრივია რომ მშობლებს და ყველა მშობელს შეუძლია კონდეს და მე ვფიქრობ რომ სამედიცინო პერსონალსაც იმაზე პრეტენზია რომ როგორღაც ან დააიმედოს თავისი ბენეფიციარი და მათი მშობლებიც ბუნებრივია და მშობელსაც უნდოდეს რაღაც ერთი ნაბიჯით სასიკეთო ცვლილება თავისი შვილისთვის და ეს არ არის პატარა ნაბიჯი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამდენად ფატალურად შეიძლება დასრულდეს ეს დაავადება და რამდენად სწრაფად შეიძლება რომ პროგრესირდეს სიმპტომები უკვე იმის შემდგომ, რაც ეს ადამიანები ხდებიან ნეტლის მომხმარებლები. და აქ უკვე ლაპარაკი არის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ამიტომ აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ ჩვენ ამ მშობლების მოთხოვნის მიმართ. როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას, მას შემდეგ რაც მშობლები გამოვიდნენ ქუჩაში და თავიანთი შვილებისთვის ითხოვენ წამალს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, ამ დროს მთავრობამ ამ ადამიანებს დაუპირისპირა პროპაგანდა. რას ნიშნავს ეს? რატომ მიმართავს ქართული ოცნება ბრძოლის ამ მეთოდს თქვენი აზრით? მე არა მაქვს საკმარისი გამოცდილება ესეთი ამბების კარგად და სწორად გაგების, ამიტომ მე ვერ ვიგებ თუ რატომ შეიძლება ამაზე იყოს საუბარი. ბუნებრივია რომ საჭიროა და აუცილებელი შედგეს მშობლებთან და სამედიცინო პროფესიონალებთან ამაზე საუბარი და განიხილოს მთავრობამ ყველა ის პრობლემა თუ რის გამო არ შეუძლია ან ვერ ახერხებს რომ არ უთხრას უარი მშობლებს აი ამ დიდ იმედზე. რა თქმა უნდა, სასურველი არის რომ მშობლებთან მოხდეს დიალოგი და სასურველი არის რომ იმ ქვეყნებისგან ავიღოთ გამოცდილება, რომლებმაც უკვე დანერგეს მკურნალობის ეს მეთოდი და ყოველთვის ვისწავლოთ ჩვენზე უკეთესი პროფესიონალებისგან ან იმათგან, ვისაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს ამ კუთხით. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. დეა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენ რას ფიქრობთ? დღეს სოლიდარობის აქცია იმართება, თუმცა მინდა შემიფასოთ ქართული ოცნების გადაწყვეტილება. მშობლები ითხოვენ შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებს და ამ დროს რას აკეთებს ქართული ოცნება? პროპაგანდით უპირისპირდება და აშავებს ამ ადამიანებს. რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? ნულოვან ემპათიასთან, რაც გამოგვიცხადეს კიდეც. გვაქვს საქმე იმასთან, რომ არ ადარდებთ მათ ადამიანების სიცოცხლე და ეს კიდევ ერთი
ესე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათ დამოკიდებულება ზოგადი მოქალაქეების მიმართ. მნიშვნელოვანია ეს, რომ ამ პროტესტის დროს გამოჩნდა, რომ ბავშვების სიცოცხლეც კი არ ადარდებთ ხალხს, ვინც სათავეებშია და ეს აქცია ზუსტად მაგიტომ დავაორგანიზეთ, რომ გვეჩვენებინათ ბავშვებისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან, სხვა თემის წევრებსაც გვადარდებს და საქართველოს მასშტაბით მაგიტომ გაიმართა ეს აქციები. პროპაგანდა ძალიან მძიმე და ესე ვთქვათ, მიზანმიმართული არის იმ ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტშია, მათ გასაშავებლად და ყველაზე მძიმე არის ის, რომ ბავშვები თვითონ კითხულობენ ამ ნეგატიურ კომენტარებს და იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა მორალურად მაინც უსურვოთ მათ ხნეობა, გამძლეობა, ჯანმრთელობა ამდენ ნეგატივს და სიბინძურის კონიარტალში გარხვიეს ეს მართალი ბრძოლა ბავშვების სიცოცხლისთვის. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მაკოც იმყოფება აქ. მაკო, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელი და სოლიდარობის მნიშვნელობა, რომ ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახლა მშობლებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მათ შორის შეგვიფასეთ ქართული ოცნების ქცევა. არის ასეთი ქცევა და დამოკიდებულება, რომ მშობლები ითხოვენ წამალ შვილისთვის და ქართული ოცნება მათ უპირისპირებს პროპაგანდას. კი ბატონო, მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მხარს უჭერთ მსგავს სოლიდარობას. პირველ რიგში ჩემი სოლიდარობა მშობლებს, ოჯახებს და იმ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, რომ მოითხოვონ მათი უფლება, რაც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება. მოგეხსენებათ, არაერთხელ მივიღეთ სასურველი შედეგი სოლიდარობით, აქციებით. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველთვის ყოველ ჯერზე მშობლებს და ოჯახის წევრებს გვიწევს, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ბავშვებისთვის სწავლები. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდის წინ ზუსტად ვითხოვდით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები და ოჯახები ამ მედიკამენტს. მაშინაც ზუსტად ქუჩაში მოგვიწია გამოსვლა და მოგვეთხოვა და მაშინაც კარგად დავინახეთ საუკეთესო შედეგი, რაც დაიდო სოლიდარობით მხარდაჭერით და მე ვიმედოვნებ, რომ აი დღეს რისთვისაც ვართ ახლა ქუჩაში გამოსული და ვისაც ვუცხადებთ სოლიდარობას, რომ გქონდეთ ჯანსაღი მომავალი და აი ეს მხოლოდ ჩვენი ახირება არ არის რიგითი მოქალაქეებისთვის, როგორც ჩემთვის მაკო ხალოშვისთვის. ეს არის სამედიცინო მტკიცებულება, რასაც ამტკიცებს და აერთიანებს სამედიცინო თვალსაზრისით, რომ ეს წამალი ნამდვილად არის პირველ რიგში უსაფრთხო და შემდგომ ის, რომ დაიდო სასურველი შედეგები, რაც აუცილებელია ამ ბავშვებისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. მადლობა, მაკო ხალოშის მოსაზრება მოისმინეთ. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სოლიდარობის შესახებ და მშობლები ითხოვენ ქუჩაში წამალს მოზრდებისთვის და როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნების გადაწყვეტილება ქმედება რამდენად არის ჰუმანური, როგორ ფიქრობთ? ჯერჯერობით მე ჰუმანურობას ვერ ვხედავ, როცა ეს წამალი ნება დაერთვება ბავშვებს, რომ მიიღონ ეს წამალი, მაშინ გავინახავ მათ სოლიდარობას. დღემდე აქცია მიმდინარეობს, ჩვენც ვუერთდებით ბათუმიდან ამ აქციას და მოხალული ვიქნებით, თუ რაიმე შეღავათი გაეწიოს ამ ბავშვებს. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით დღევანდელი სოლიდარობის აქციის შესახებ, მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს მოზარდების მშობლებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ და ასევე შეგვიფასეთ ქართული ოცნების რეაქცია დამოკიდებულება რამდენად არის ჰუმანური, როგორ ფიქრობთ? ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეს წამალი და ეს მოხდეს მალე, იმიტომ რომ მათ სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამ წამალზე. ამას ვიტყოდები. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, სხვების მოსმენაც გავაგრძელოთ. ილია, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სოლიდარობის შესახებ და მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკაზე, რაც ნახა საზოგადოებამ არის ის, რომ პროპაგანდა დაუპირისპირა მშობლებს, რომლებიც ითხოვენ შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი იმსახურებს სიცოცხლეს, ჩვენი მხარდაჭერა აქვს ყველა მშობელს. თუმცა მიმდინარე მოვლენებს აღუწერდი მხოლოდ ერთი წინადადებით ჯორჯ ორუელის წიგნიდან, ცხოველების ფერმიდან. ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი, ამიტომ მათ თავიანთ შვილებს ალბათ უფრო კარგად აცხოვრებენ ვიდრე იმ ადამიანებს შვილებს, ვისაც უფრო ნაკლები შემწეობა აქვს ფინანსურად. მადლობა.
აი ასეთი არის აქ მყოფი ადამიანების შეფასებები, რასაც იცმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელი რა არის და მათ შორის როგორ შეაფასებთ საქართველოს ოცნების დამოკიდებულებას, რაც იხილა საზოგადოება. დიახ, გამარჯობა, მე ვარ ლუკა ბიგლავა, მაქვს დისტროფია, კონტოვანი დისტროფია დიუშენის. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს ამ დაავადების წინააღმდეგ. ჩვენ გჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ გჭირდება წამალი, ეს არის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი. რადგან მედიკამენტები ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და შეგვიმსუბუქებს ამ მდგომარეობას. და მე ვიტყოდი, რომ ვთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა, რადგან თქვენ შეგიძლიათ ჩვენ გადაგვარჩინოთ. რას გვეტყვით, როგორ შეაფასებთ ქართული ოცნების დამოკიდებულება, როგორ შეიძლება ახსნათ თქვენ, ითხოვთ წამალს თქვენ მშობლები მათ შორის და ამ დროს ქართული ოცნება თქვენ გიპირისპირებთ პროპაგანდას და ამ მეთოდით გაშავებთ თქვენ. აი რითი შეგიძლიათ ახსნათ ეს და ან რა განცდა როცა ამას ისმენთ თქვენ, ითხოვთ წამალს და ქართული ოცნება გაშავებთ ასე ვთქვათ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვერ გვგზნობთ მხარდაჭერას. ეს მე დიდი ხანი ვარ ასეთ მდგომარეობაში და ვერც ადრე და ვერც ახლა ვერ ვგზნობ სამწუხაროდ მხარდაჭერას, თუნდაც ადამიანების მხრივ, თუნდაც თავრობის მხრივ და მე ძალიან წენს და ჩემთვის ძალიან ცუდია იმის მოსმენა, რომ ასე გვეწინააღმდეგება ჩვენივე სახელმწიფო, როდესაც ჩვენ თვითონ ვალდებულები არიან ჩვენ რო დაგვეხმაროთ, რადგან ჩვენც ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს იმსახურებთ სრულყოფილ ცხოვრებას. ასე ვფიქრობ. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ იმართება სოლიდარობის აქცია და აქ შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე მე რამდენი დღეა, რაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ სადღეღამისო საპროტესტო აქციას. ისინი ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ადამიანებისთვის აუცილებელ მედიკამენტებს, რის შესყიდვაზეც ქართული ოცნება ამ ეტაპზე ამბობს უარს და ისინი ამ ადამიანების მოთხოვნას უპირისპირებენ პროპაგანდას და ამბობენ იმას, რომ შეუძლებელია ამ მედიკამენტმა ამ ადამიანების მდგომარეობა შეცვალოს. მოვისმინოთ კიდევ სხვების შეფასება. ნაზი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით სოლიდარული არის საზოგადოება, მაგრამ არ არის სოლიდარული ქართული ოცნება ამ ადამიანების, ამ მშობლების მიმართ. რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დახმარების ნაცვლად ამ ადამიანებს პროპაგანდა დაუპირისპიროს? თქვენ რა ახსნა გაქვთ? ზოგადად ქართული ოცნება ძირითადად ყველაფერს პროპაგანდას უპირისპირებს, ნებისმიერ პროტესტს. ჩვენ ეს ვიცით, ამდენი ხანია თვალყურს ვადევნებთ და ახალი არ არის, რომ ამ ადამიანებსაც მშობლებს, რომელიც საკუთარ შვილებისთვის წამალს ითხოვენ, დაუპირისპირა პროპაგანდა. რა ახსნა მაქვს და ის რომ ვთქვათ, განა საკუთარი ჯიბიდან იხდიან ისინი ამ ფულს ვთქვათ და მაგის გამო ენანებათ, ხო ბიუჯეტის ფულს გადასარევად და მარტივად ხარჯავენ ისეთ რაღაცებში, რაც არ არის აუცილებელი. მაგალითად, ყოველ წელს ახალ მანქანებს ყიდულობენ, თქვენ რო ნახოთ შესყიდვები, კი იცი, სულ ხან შენ ამაზე გიმუშავნია, რომ ყოველი წლის ბოლოს დეკემბერში განსაკუთრებით, რა ვიცი, 100 წეულობით მანქანას ყიდულობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ბიუჯეტის ხარჯზე და მაგას კიდე სხვა კომფორტები დაამატე, რაც თან ახავს, მაგრამ თუ თქვათ ისინი თავის თავში გაჯიუტდნენ, ეხლა მათ იციან, რომ დათმობაზე რომ წავიდნენ, ანუ თვითონაც რომ უნდოდეთ ახლა დათანხმება და თქვათ თანხის გამოყოფა და წამლის შემოტანა, იციან, რომ ამას მერე მოყვება სხვა პროტესტი, რომლის მონაწილეებიც ასევე მოითხოვენ რაღაცას და იმათაც უნდა დაუთმოს. მერე კიდევ ვიღაცა გამოა იმას უნდა დაუთმოს და მიაჩვევა საზოგადოება, რომ პროტესტი მუშაობს და პროტესტის შემთხვევაში ეს ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლება აქვს ხელში, იხევს უკან და იგემებს გამარჯვების გემოს, მიხვდი და ეს გამარჯვების გემო არ უნდა იგემოს, ანუ სრული ფრუსტრაცია უნდა იყოს, რომ არც ერთმა ჯგუფმა არ უნდა დაინახოს, რომ მის პროტესტს აზრი აქვს, იმიტომ რომ მე ვიღაცას ექნება კარგი პრაქტიკა და მაგალითი. ხვდები რა არის? ამის გამოც არ დათანხმდებიან, ამიტომ ურჩევნიათ, რომ პროპაგანდით დაუპირისპირდნენ ამ ადამიანებს. მაგრამ რა არის იცი? ის წამალი ვთქვათ, რამდენიმე დღითაც რო ახანგრძლივდეს, რამდენიმე თვით და წლით
ბავშვის სიცოცხლეს, იმას ხო აქვს უფლება? ეს ხო ჩვენ ხო ხელმომწერებად ყველა საერთაშორისო კონვენციის და ბავშვთა უფლებების და ასე შემდეგ, რომელიც მათთვის უკვე მძიმე ტვირთად იქცა და თავდასხმა დასავლეთზე, ამიტომაც არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩაეხსნან ამათ, რაც ასე მძიმე ტვირთად აწევთ და საკუთარ გემოზე და საკუთარ ინტერესებში ხარჯონ მარტო ყველაფერი. ამას რო თავი დაანებო კიდე რომ აი ამის თქვათ გავიდა რაღაც გარკვეულ პერიოდზე და მედიცინა და ტექნოლოგიები განვითარდა იმ დონეზე, რომ გამოიგონეს ეს წამალი, რომელიც კურნავს, ხო აზია? თუმცა პროპაგანდა ამბობს იმას, რომ ეს არ არის ერთადერთი მიდგომა, ერთი მხრივ ეს არის ფაშისტური მიდგომა, რომ შენ ამბობ, რომ ბავშვს არ აქვს იმის უფლება, რომ გაიხარჯოს ცხოვრება, მაინც ვერ გადარჩება? მისი შვილი რო იყოს, ასეთი დამოკიდებულება ექნება? ხო, იმ წუთას კანონს მიიღებდა. და კანონში შენ რა კანონს არ ცვლიან და არ იღებენ კანონებს საკუთარ ინტერესების მიხედვით? ხო იღებენ, ხო ვიცით ჩვენ ბევრი ასეთი. მაგრამ თქვათ გამოიგონეს ასეთი წამალი, შენ რატო არ თო მშობელს და იმ ბავშვს იმის შესაძლებლობას, რომ მიაღწიოს იქამდე, როცა ამ წამალს ქონდა დაუშვათ, ხო ჰიპოთეტურად ვამბობ, მაგრამ ხო არის ამის შესაძლებლობა. სიმსივნით დაავადებული ყველა იკურნება? ხო არ იკურნება, მაგრამ ხო არის ხელშეწყობა და ხო არის ფინანსები იმისთვის და აუცილებლად უნდა იყოს. აბა მე სახელმწიფო რისთვის მინდა? რისთვის ვიხდი მე გადასახადებს ბიუჯეტში, თუ ის არ მეხმარება, მე იმ შემთხვევაში მეხმარება კი არა, არ ასრულებს თავის პირდაპირ ვალდებულებას. იმ დროს როცა მე მჭირდება სახელმწიფოსგან ეს მხარდაჭერა. აბა რისთვის ვხდით, რისთვის ვქირავთ, რისთვის ვინახავთ ამხელა მილიონებს და მილიარდებს საკუთარ კომფორტზე ხარჯავენ ადამიანები. ეგ არის უბედური ადამიანები, რომლებიც ახლა აქ დგანან, აი ყველასთან დიდ ბოდიშს ვიხდი მე, დარწმუნებულია რომ ამბობენ ბევრი მათგანი ამბობს, რომ აი მე აპოლიტიკური ვარ და მხოლოდ ამის აპოლიტიკური არაფერი არ ხდება აპოლიტიკურად ამ ქვეყანაში. ეს პროტესტი სანამ არ განვითარდა, ის ყველაფერი, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, რის გამოც გაანადგურა ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რის გამოც გაანადგურა მედია და უპირებს დახუროს ბოლომდე, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანებთან არ უნდა მივიტანოთ რა არის კარგი მმართველობა, რა არის გამჭვირვალობა და რა არის სწორად ფულის ბიუჯეტის განკარგვა, რომ ყველა მოქალაქემ უნდა იქცნოს საკუთარი სახელმწიფო გვერდით და ზურგად. უნდა გქონდეს ყველას ამის განცდა და თუ ეს პროტესტი არ განვითარდება, არ კონსოლიდირდება ერთად, ხვალ კიდე სხვა ჯგუფს ნახავთ, ზე კიდე სხვა ჯგუფს და ყველას დაუპირისპირებს პროპაგანდას ეს ხელისუფლება, ასე იქნება ყოველთვის. მადლობა, ნაზი. მარიამ, გითხარით აბა თქვენი სოლიდარობის შესახებ და მშობლების მოთხოვნაზე. რასაც ისინი დღეღამის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციასთან ითხოვენ და ქართული ოცნების დამოკიდებულება რას აჩვენებს თქვენი აზრით? გულგრილობას, უპასუხისმგებლობას და უფრო სწორად პასუხისმგებლობას იღებენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, რაც არის ვიწრო პარტიული ინტერესი. იმისა, რომ რაც შეიძლება მეტად ჩაგრულ მდგომარეობაში ამყოფონ სოციალური ჯგუფები, თორე არ მჯერა იმის, რომ სახსრის დაზოგვის მოტივით არ აძლევენ ბავშვებს სწავლებს, არამედ არ უნდათ ქვეყანაში არსებობდეს მაგალითები, როდესაც ადამიანები ადვოკატირებდნენ საკუთარ უფლებებს და წარმატებას მიაღწიეს. მიიღეს საჭიროების დაკმაყოფილება. ამ ასეთი პრეცედენტების შექმნა მათ არ უნდათ აიძულეს ერთხელ სულ ცოტა დედებმა, როდესაც წამალი მოითხოვეს, არ აძლევდნენ და საზოგადოების მხარდაჭერითაც და ამ დედების გმირული ბრძოლით ბავშვებს დღეს ხელმისაწვდომა დააქვთ ეს წამალი და შედეგებზეც თავად ლაპარაკობენ. ანუ აღარ უნდათ ეს არის მათთვის დიდი საფრთხე, რომ ყველა ჯგუფი მოითხოვს უფლებებს და მაშინ როგორ გამართავენ, თუ ყველა უფლება არის დაცული, თუ ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია, მაშინ ძლიერი ადამიანის ნების მართვა არ რთული და აქ სახელმწიფოს ასეთი ბუნება ის ქართული ოცნების რეჟიმის ხელში არის ანტისოციალური და მას არ შეუძლია საკუთარ თავში დაიტიოს ასეთი რამ, როდესაც ადამიანები ადამიანობენ, როდესაც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან და ითხოვენ საჭიროებების დაკმაყოფილებას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც დუშენის სინდრომის მქონე ადამიანები მიიღებენ იმ საჭირო წამალს, რომელსაც შეუძლია მათი ძალიან ძვირფასი სიცოცხლის გადარჩენა და თუნდაც
როდესაც ადამიანები აი მინისტრმა თქვა რომ ეტლიდან შეიძლება ვერ წამოდგეს ადამიანი მაინც ანუ ეტლში სხდომი ადამიანები არიან თანაბრად ძვირფასები და მნიშვნელოვანები ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს არ არის არგუმენტი რომელსაც საზოგადოება გაიზიარებს თუნდაც ეტლში მჯდომი ფიზიკური ტკივილისგან უნდა გათავისუფლდეს ხო ამისთვის არის წამალი მნიშვნელოვანი მადლობა მარიამ ბელა შენ რას ფიქრობ როგორც მშობელი სოლიდარული ხარ სხვა მშობლების მიმართ და რას აჩვენებს მშობლებისთვის რას ნიშნავს სახელმწიფოს დამოკიდებულება რასაც ხედავთ ჩვენ რას უნდა ნიშნავდეს გარდა იმისა რომ ამას უწოდოთ სრული გულგრილობა მართლა ბავშვის ამ საჭიროების მიმართ როგორც მშობელი ჩემთვის განუზომელია და შეუფასებელია თუნდაც ერთი წუთი ჩემი შვილის ცხოვრების და კეთილდღეობის ხო წარმოუდგენელია მართლა როგორ შეიძლება დახურდავდეს ან აიწონოს დაიწონოს ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივობა თუნდაც რამდენიმე წლით წარმოუდგენელია ნამდვილად სრულ სოლიდარობას უცხადებ ბუნებრივი მშობლებს მადლობა ბელა აი ასეთი არის ამ ადამიანების სათქმელი რომლებსაც ისმენ თქვენ პირდაპირ ეთერში აქ იმართება სოლიდარობის აქცია როგორც ხედავთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე პაციენტების მშობლები უკვე მერამდენი დღეა რაც მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან სადღეღამისოდ ისინი ათევენ იმ ტერიტორიაზე და ასე ამ ფორმით ცდილობენ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აიძულონ რომ შესაბამისი მედიკამენტები შეიძინონ რათა ამ ადამიანებს ეს ადამიანები ფიზიკური ტკივილისგან მაინც გათავისუფლდნენ და ამ ყველაფერს ქართული ოცნება უპირისპირებს პროპაგანდას მათივე მტკიცებით არგუმენტების გარეშე ეს წამალი მედიკამენტი შესაძლოა არ იყოს პაციენტებისთვის აუცილებელი და საშველი რამ თუმცა მშობლები მაინც აგრძელებენ პროტესტს ისევე როგორც მანამდე გასულ წელს ვნახეთ ჩვენ ასეთი პროტესტების შესახებ არაერთხელ გიყვებოდით ჩვენ თუნდაც აქონდროპლაზიის შემთხვევაზე მაშინაც ამტკიცებდა მთავრობა იმას რომ შეუძლებელია მედიკამენტი იყოს საშველი ამ ადამიანებისთვის თუმცა ერთი წლის შემდგომ მას შემდეგ რაც ქართული ოცნება აიძულეს აქონდროპლაზიის მქონე პაციენტებმა წამლის შემოტანა ქართულ ოცნებას მოხდა ისე რომ ეს ადამიანები უკვე საუბრობენ შედეგებზე მაშინ პროპაგანდამ ვერ გაიმარჯვა აიძულეს მთავრობა რომ ეს მედიკამენტები შეეძინათ და როგორც აღმოჩნდა ეს მედიკამენტი იყო ეფექტური და ეს ადამიანები უკვე საუბრობენ ამ შედეგებსა და განსხვავებებზე ვნახოთ როგორ გაგრძელდება მშობლების პროტესტი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ ცხადია ამ ადამიანების ინტერესებს ვითვალისწინებთ, მათ საჭიროებებს მუდმივად ვაშუქებთ და ასე გაგრძელდება სამომავლოდაც. მადლობა რომ გვენდობით, მადლობა რომ გვიყურებთ, გემშვიდობებით დროებით.